სამწუხაროდ ახდა ის, რასაც ვამბობდით ყველა ჩვენგანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. კერძოდ, საქართველო არის იზოლირებული და მარტო და ჩვენი გვერდის ავლით ხდება ყველაფერი მთავარი და ძირითადი ჩვენს რეგიონში. ეს არის რეალური მშვიდობა, რომელზეც ახლა პრეზიდენტ ალიევს უსმენდით 2 წუთის წინ, ეს არის რეალური კეთილდღეობა, რომელზეც უსმენდა ალიევს და პაშინიანს, ეს არის ახალი სატრანზიტო გზა, რომელიც არის რეალობა და რომელიც აი ამ წამსაც ჩვენ საუბრობთ, შენდება ჩვენგან სამხრეთით და რომელიც არის იზოლირებული საქართველოს რეალობა, რომელშიც უბრალოდ აი ეს რასაც ვამბობდით ისტორიულად რომ ჩვენ გვაქვს ტრანზიტის გზა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები, უნიკალური გეოგრაფია, აი ეს ყველაფერი გვჩება გვერდით. ანუ 35 წლიანი ისტორია და არაფერი ნაკლები გვჩება გვერდით. ეს გზა თუ არ გამოიყენე, არის მხოლოდ ფიზიკური, გეოგრაფიული ერთეული, ხო, გზა არის, ხო, რომელიც პირობითად რა ვიცი, კახეთს და აჭარას აერთიანებს, მაგრამ აღარ ექნება გეოპოლიტიკური ფუნქცია. ეს იქნება რაღაცა, თქვათ, როგორ ვთქვათ, რაღაცა ბეტონის მონანკვეთი, მაგრამ არ მოიტანს ეკონომიკურ სიკეთეებს, არ გაამდიდრებს ქართულ ხალხს, არ ასწევს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და მის ეკონომიკას და მართლაც აი კეთილდღეობის არგუმენტი, რაც თქვენ ახსენეთ შესანიშნავად შესავალში, საერთოდ უქმდება. აი ცოტა უფრო მეტი კონკრეტიკისკენ ვეცდები, რომ კიდევ წაგიყვანოთ და მაკა ბორჭორიშვილის დღევანდელი კომენტარი განცხადებიდან ნაწყვეტი, რადგან თქვენ ახსენეთ ტერიტორია, გზა და ასე შემდეგ, ის ამბობს ეს რაღაცას, რომ საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უნდა განავითაროს ურთიერთობები და საქართველოს სჭირდება პარტნიორები, კავშირები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა სისტემასთან და ქვეყანასთან. და თითქოს ეს ქართულოსნების პრეტენზიები ხომ ემყარება ამას, რომ რატო გვიბრაზდებით ჩვენ ხომ ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან, არაბეთთან, ირანთან, ჩინეთთან განსაკუთრებით გვინდა საუბარი, ლაპარაკი მათთან ურთიერთობების დამყარო. მართლაც რა არის ამაში პრობლემური საქართველოსთვის და რატომ უნდა ღიზიანდებოდეს ამაზე დასავლეთ? შესანიშნავი კითხვა და მე ვფიქრობ, ერთ თავარი დავიწყებ იმით, რომ აგერ რაღაც 40 წუთის წინ ველაპარაკებოდი ჩინეთის ელჩს, ამერიკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ისე დიღომში, საელჩოს ტერიტორიაზე. არაფერი ჩინეთთან ლაპარაკში არ არის პრობლემური, ან ცუდი. აი მე თვითონ ახლა ხან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარ წარმომადგენელს ამ ქვეყანაში ვესაუბრებოდი. საკმაოდ კარგი ხნის განმავლობაში. მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ყველაფერზე, ანაკლიაზე, გეოპოლიტიკაზე, ტრანზიტზე. ახლა მე რაოდენ კრიტიკული ვარ ჩინეთზე, ბევრმა იცის, ვინც უყურებს ხშირად, ხო, თქვათ, ჩვენს შეფასებებს. ამავე დროს ველაპარაკებოდი, ხო, მის აღმატებულება ბატონ ელჩს და ისიც მესაუბრებოდა მე. ლაპარაკი კი არა პრობლემა. შენს ქვეყანას რო ღალატობ და მის ძირითად ინტერესს ღალატობ, ეგ არის პრობლემა. მულტივექტორულ პოლიტიკასაც ეძახიან, ხო, და თქვენი კითხვა მე ვფიქრობ, რომ ამას შეეხება. ანუ მრავალღერძულ პოლიტიკას, ხო, რომ არსებობს არა მარტო ერთი ვექტორი, ხო, თქვა უნივექტორული პოლიტიკა, არამედ არსებობს მრავალვექტორული. ეს არის ქოცრული მავნებლობა და რატო? მულტივექტორული პოლიტიკა, მე არ ვარ მულტივექტორის მოყვარული, მე ვფიქრობ, რომ ვექტორი ქართულ ხალხს აქვს დადგენილი, ძალიან ნათლად და ეს ვექტორი არის ჩვენი დასავლური ცივილიზაციური ორიენტირი, ეს არის თანხმადაში ჩვენს კულტურასთან, ჩვენს რელიგიასთან, ჩვენს ეროვნულ არჩევანთან, ეს არის მართლა ქართული გენი პოლიტიკური, თუ ასე თუ ვიტყვით, ხო? ავით მეფების დროიდან მოყოლებული პირველი რესპუბლიკის ჩათვლით ყველა პოლიტიკური კლასი იყურებოდა იქეთ. და ეს შემთხვევით არ ყოფილა, ხო? ეს რაღაც ჩვენი სულიერ ლიდერებზე რო აღარაფერი ვთქვა, ბილად რო ვთქვა. ხო? აჩვენებს რელიგიურ, კულტურულ. აბსოლუტურად, ხო. ამაზე ზედმეტი არის კომენტარი გეთანხმებით. აბსოლუტურად. რო აპირებენ ციგნების გარეკანზე რო უნდა გამოსახონეს პიროვნებები და ასე შემდეგ. ესენი ეს ადამიანები რომელი კულტურის, რა ცივილიზაციას განასახიერებდნენ საქართველოში, რისკენ მიყავდათ ერიც და ჩვენი კულტურული განვითარებაც პოლიტიკურ ორიენტაცია ზუსტად აქედან მოდიოდა მე. კი, იმიტომ ეს იყო ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და პირველი და უნიკალური ამ ანტიკუთხით უნიკალური არის ქართული ოცნების რეჟიმი, რომელიც იკადრა და ის ფუნდამენტი ცადა რომ მოერყია, ბოლომდე ვერ მოარყია, რომელზეც აი ეს საქართველოს დგას, როგორც მრავალ 100 წლოვანი, 1000 წლოვანი, ასევე კულტურული და პოლიტიკური პროექტი. ეს არ არის მარტო სახელმწიფოებრივი ამბავი, ხო, ეს არის ჩვენი გენი, ესეთი ხალხი ვართ და ქოცმა ცადა რომ შეცვალოს აი ეს გენი. და ეხლა გვეუბნება რომ ამას ქვია მულტივექტორული პოლიტიკა. არა, ამას ქვია კაპიტულაცია და ღალატი. მულტივექტორული პოლიტიკა შეიძლება იყოს სწორიც. მიუხედავად იმისა, მე ხას ვუსვამ, მე არ ვარ მულტივექტორული პოლიტიკის დიდი ტრფიალი, ხო, მე ჩემი შეხედულებაა გამსაკითხი, მაგრამ აი მულტივექტორული პოლიტიკა რო ავიღოთ, ხო, მრავალღერძოვანი, რასაც დღეს აკეთებს ქართული ოცნება, ეს არ არის მრავალვექტორული პოლიტიკა. ეს არის ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ამოცანების დაღალატება.
რატომ? ჩინეთთან იმ ტიპის უბერტიურის ქონა, იმ ტიპის პოლიტიკური ფლირტის ქონა, რაც ქართულ ოცნებას აქვს, აი მემორანდუმს მოაწერეს ხელი, არის პირდაპირ წინააღმდეგობაში ჩვენს კონსტიტუციასთან, იმიტომ რომ ჩინეთი არ არის ნატოს გაფორმების მხარეს. ჩვენ როგორც ერი ვამბობთ ნატო გვინდა, ხო? ჩინეთი არ არის ევროპული კავშირის ღირებულებების ტრფიალი. ჩვენ როგორც ერი ვამბობთ ევროპული კავშირი გვინდა, ხო? ჩინეთი არ უჭერს მხარს მაგალითისთვის დემნელთა დაბრუნებას, ხო? აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ რა თქმა უნდა როგორც ნორმალური ცივილიზებული ერი მოვითხოვთ რომ რაც ჩვენია სხვებთან ერთად ბუნებრივია არავის არ ვერჩით მაგრამ სხვებთან ერთად იყოს ჩვენი აი ხო აი ამ სამ მაგალითში ხო ჩანს რომ ქართული წყება ამბებისა და სურვილების არის ერთ მხარეს და იგივე ჩინური ირანული და რუსული არის მეორე მხარეს და ესენი არ არის შესაბამისი არის წინააღმდეგობდეს მაგრამ მის პრიორიტეტებში რა თქმა უნდა რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნება ყოველთვის იქნება წინა პლანზე ვიდრე საქართველოსთვის რაღაცაში გამოსარჩლება და პოლიტიკური კუთხით ასე კალკულაცია რა თქმა უნდა თუმცა თავისთავად ჩინეთი არის ერთ-ერთი სახელმწიფო რომელიც თანმიმდევრულად მისდევს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შენარჩუნებას გაეროს წევრი ქვეყნების აღიარებულ საზღვრებში და ეს თავისთავად მისასალმებელი ფაქტია და არის მთელი რიგი საკითხებისა რომელთა მიმართებაში ჩვენ მათ შორის დიპლომატიური ძალისხმევა საერთოდ გვაქვს ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციებში მაგრამ თქვენი არ იყოს ღირებულებითი არჩევანის დონეზე იმ სახელმწიფოს თავისი გზა აქვს განვითარების საკუთარი ალგორითმი აქვს და კომუნისტური პარტიის აი ნამგალისა და უროს ფონზე დგომის პირობებში აქაური მმართველი პარტია რომ ამბობს რომ პარტიულ ღირებულებით დონეზე ისინი უკიდურეს სიახლოვეს გრძნობენ იმ პოლიტიკურ პარტიას ეგ არის თავარი ამბავი ეს ნუ კოგნიტური დისონანსი შეიძლება აჩენდეს ვიღაცის თვალში მაგრამ რა ტიპის მოდელიც აქ შენდება არანაირ დისონანსი არ არის სრული ჰარმონიზება ხდება აბსოლუტურად აი ეს არის ზუსტად იდეალურად სწორი შენიშვნა რატო ეკონომიკური კუთხით რასაც ხშირად ხალხს აი ხალხს ეუბნებიან რას ხო ძალიან მარტივად რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი მხარეა მაგალითისთვის ხო უნდა ვევაჭროთ რატომ მე ვამბობ რომ უნდა ვევაჭროთ დირექტით მე ხოცებზე ბევრად უფრო კარგად ვევაჭრებოდი ჩინეთს დარწმუნებული ვარ და ბევრად უფრო მეტი კულტურული და პოლიტიკური კავშირი შევა მქონოდა ხო ვთქვათ მაგრამ ნახეთ ამაშია საქმე რასაც ხოცი აკეთებს არის ჩინეთიდან ნული თეთრი არ შემოსულა რეალურად ინვესტიცია არის ძალიან დაბალი იმპორტი რისიც ხდება იმპორტირება რომ ქვეყანაში შემოტანა რისიც ხდება ეს არის იმ მანკერი პოლიტიკური გამოცდილების რაც არ არის თავხეთაში ღირებულებითი თვალსაზრისით აი მემორანდუმში ძალიან პირდაპირ წერია რომ ერთპარტიული ჩინური გამოცდილება უნდა იქნას გადმოტანილი ხო ანუ ხოცებმა პირდაპირ პოლიტიკური გამოცდილების არც თუ ისე სახარბიელო პოლიტიკური გამოცდილების ერთპარტიული კომუნისტური პოლიტიკური გამოცდილების იმპორტი დააპირეს ეკონომიკური სიკეთე ამას არ მოყვება არც ერთი ქართველისთვის და ის რასაც მულტივექტორულ პოლიტიკად ნათქვამენ ან მრავალღერძოვან პოლიტიკად სიამოვნებაში არის უბრალოდ უსუსურების და ღალატის აზავი რატომ აი ძალიან მარტივად თუ მულტივექტორული პოლიტიკა გვაქვს და კარგია რატომ არ გაზრდა საგარეო ვაჭრობა რატომ არ გაზრდა საგარეო ინვესტიციები რატომ არ გაზრდილა რეალურად საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა პირიქით დაიკლო კიდევაც ხო იმიტომ ის პარტიები დავკარგეთ რომელიც ყავდა ისტორიულად ანუ რაში გამოიხატება სარგებელი ჩვენი ეროვნული ინტერესისთვის პასუხია არაფერში იმიტომ რომ ქოცი არის შულერი უბრალოდ აფერისტია ცდილობს რომ რაღაცა გააკეთოს ის რაღაცაც არ გამოსდის და აი ამისი დასტური ნახეთ გაეროში სულ რაღაც 2 დღის წინ როდესაც არც ერთმა ამ ეგრეთ წოდებულმა პარტნიორმა ვისაც გვთავაზობენ ამერიკის და ევროპის საპირწონედ და ალტერნატივად და არა დამატებით პარტნიორებად საპირწონედ გვთავაზობენ არც ერთმა მათგანმა მხარი არ დაუჭია საქართველოს გაეროში აი ამაზე უფრო მკაფიო ილუსტრაცია არსებობს კი იმისა თუ რა გვჭირს ვისაც მეგობრებს ვეძახით გვაძახებინებენ არიან რეალურად ჩვენ წინააღმდეგ და ვინც მეგობრები იყვნენ მათ ეძახიან ტრებს ამ დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ბუნებრივად იქნება ქართული ოფიციალური წარმომადგენლობის ხარისხი და დონე ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე თავისთავად შეიძლება სადაოის ფონიც იყოს რა ფონზეც საქართველოსთან დელეგაცია შეიძლება ჩადიოდეს მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე მაგრამ ნამდვილად სადაო არის წარმომადგენლობის ხარისხის განსაზღვრა განსხვავებით ჩვენ აზერბაიჯანისგან სომხეთისგან რომელსაც მანამდე სტრატეგიული ურთიერთობები ჰქონდა ირანთან და თავისი ისტორიული ფონი აქვს სომხეთთან ურთიერთობის ან თურქეთთან რომელიც ასევე მეზობლად ჩვენ ეს პირდაპირ მეზობლები არც ვართ თუმცა ირანი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ყოველთვის
რეგიონში, არა მარტო წარსულზე ვლაპარაკობ, ახლაც გარიშკასაწევი ძალაა, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან პრაგმატული შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს მიდგომა, მაგრამ იმ ფონზე, რომელიც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობის ფონზე საქართველოს დღეს რა ტიპის გამოწვევებიც გააჩნია. რა აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყნის, ასე ვთქვათ, უმაღლესი წარმომადგენლობითი პირის, მათ შორის კონსტიტუციურად შეიძლება პრემიერ-მინისტრია ამ შემთხვევაში აღმოჩნდეს, მაგრამ პრეზიდენტის ვიზიტი ამ ტიპის ღონისძიებას. შემთხვევითი იყო თუ რაიმე სხვა რამე შეესახმე თქვენი აზრით ის, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მიღებაზე მთლიანად სრულად იყო მოსული ქართული ოცნება კობახიძის მეთაურობით და აი ამ შემადგენლობაში არ იყო ყაველაშვილი. კი, ეგ ამგონია შემთხვევითი, მგონი რომ განაწილებული არიან, ვინ მოვიდა დღეს ამერიკის საელჩოში და ვინ მიდის თეირანში აი ამ დღეებში, ხო? სამძიმარზე, დიახ. ნახეთ, თავარი პრობლემა რაშია? აი რა მინდა რომ მაყურებელს ახსოვდეს და დარჩეს აი ჩემი მოსვენის შემდეგ. პრაგმატული საგარეო პოლიტიკა არის თუ არა კარგი? კი. მშვიდობაზე უნდა იყოს თუ არა ორიენტირებული მათ შორის და არა მხოლოდ კი ძალსაღად აი ამით ვიდა პირდაპირ უპასუხო ქოცურ ნარატივს მათ შორის ხო პროპაგანდისტულ რასაც გვიპირისპირებენ უნდა გქონდეს თუ არა გამართული კეთილმეგობრული ურთიერთობები რეგიონალურ აქტორებთან რა საკვირველია უნდა ვივაჭროთ თუ არა ჩინეთთან რა თქმა უნდა და უკვე თქვი კიდევაც რომ ხოცებზე ბევრად უფრო კარგადაც ვივაჭრებდით დარწმუნებული ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლება ხო გავაათმაგებდით კიდევ ვაჭრობას და მიმოქცევას მაგრამ თავარი ამბავი არის რა და თავარი განსხვავება არის რაში იმაში თუ რა ფონზე ხდება ეს და თქვენ სამართლიან დაღნიშნეთ ძალიან თქვენს შეკითხვაშიც როდესაც შენ თავს ესხმი ამერიკის შეერთებულ შტატებს როცა ყველა ევროპული სახელმწიფო ყავს გადამტერებული გალანძღული როცა ბევრ მათგანს დასანქციული ყავხარ შენი ანტიდემოკრატიული ანტიქართული ქსელების გამო აი ამ ფონზე როდესაც მიისწრაფი ჩინეთისკენ და სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოებისკენ იქნება ეს ცენტრალურ აზიაში თუ ფართო რეგიონში ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ შენ აღარ აღიქმევი როგორც მართლა მულტივექტორის გამტარი ხო, რამდენიმე დივერსიფიკაციის ან რაღაცა გამრავლების მოყვარული ხო, თქვათ პარტნიორების და მეგობრების ხო, რაც შეიძლება ნორმალური იყოს. აი ფაშინიანი კონტრასტი რო ავიღოთ, აკეთებს ამას. ფაშინიანი რუბიოსაც ხდება, ვენსაც ხდება, ანუ ვიცე-პრეზიდენტსაც და საქართველოს დევანსაც. განმავლობაში მეორედ იღებს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის პრეზიდენტი ერევანში მეორედ. დიახ. და მიიღო ამავე დროს ყველა ევროკავშირის ლიდერი, ხო, პრაქტიკულად ყველა ლიდერი, ყველა გამორჩენილი პოლიტიკოსი, რაც მსოფლიოს დღეს ყავს ევროპულ კონტინენტზე, იყო იქ, ხო? ანუ ეს კაცი ახერხებს ამასაც, ეროვნული ინტერესის ლობირებასაც, პრაგმატულ პოლიტიკასაც, რომელიც აი ეგ არის მშვიდობაზე თუ ამომართული, ხო? 35 წლიანი კონფლიქტი დაასრულა კაცმა და ქოცი მელაპარაკება მშვიდობაზე ამ დროს, რომელიც არაფერს ანიშნავს. აი მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში ახლა? კაცი გინტური სანთელს ანთებდა და თავში ტყვია მოხდა. ეგ მშვიდობა არის? ნუ ამის პასუხი იქნება ბომბები რო არ გვაცივათ თავზდან სხვა. რა ვიცი როგორ გვაცივა ახლა მე დამცემია მაგრამ გინტურს მოხდა ტყვია. სანამ უკრაინაში მოხდა. არ დამთავრდება ეს არგუმენტი მათი მხრიდან იმუშავებს. კი, უბრალოდ ნახეთ მე მგონია რომ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს რომ ადამიანები ხედავენ ჩემს გარეშე ბუნებრივია ამის პრეტენზია არ გამარჩევა რა მე მევალება მათ შორის როგორც პოლიტიკოსი შევახსენო რომ ნამდვილი მშვიდობა მეგობრებო ხდება ამ რეგიონში პირველად ისტორიაში და ჩვენს გარეშე ხდება პარადოქსულად მანამ სანამ ეს რეჟიმი გველაპარაკება მშვიდობაზე სად არის მშვიდობა აი მშვიდობას გზნობს საქართველოს